წყლის რეზერვაციაზე, ხო, კიდე არსებული მინი ჩართვებით როგორც ყოველთვის მინი გაკვეთილებით წყლის რეზერვაცია ნიშნავს იმას, რომ უწყვეტ რეჟიმში ქსელში გვექნება თუ არ გვექნება რა ქვია წყალი, წყლის მარაგი დამოკიდებული მოცულობაზე არის არსებული გვაქვს სამტონიანი შემთხვევაში კი იყო დასმული შეკითხვები, ხო, როცა შეკითხვებს ვავთ, ხო, ცოტა ლოგიკურობასთანაც ლოგიკურ მიმართულებასაც უნდა გავავლოთ პარალელი. ვინაიდან ის რომ მოხდეს, რასაც თქვენ უწოდებთ უმეტესობა წყლის გაფუჭებას, ხო? ამაში ხდება ტემპერატურა, ჯერაც ერთი სინათლის სინთეზი, ხო? რაც ამ შემთხვევაში ვერ იქნება ვერანაირად, ვინაიდან დათმობებულია. წყლის გადატეხა, ტემპერატურის გადატეხა უბრალოდ ვერ მოხდება, ვერც სინათლის სინთეზი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხა ჩართულია, ხო? სათავსო არის, საკვებესანაა კი ბატონო, მაგრამ ამასობაში მუდმივი ხო განაიტრალებით, ანუ ტემპერატურა ორთვის ცვალებადი არის. ამასობაში ვიჭირავს ტემპერატურა და ამასობაში 20 გრადუსის ქვემოთ, 20 გრადუსის ზემოთაა უფრო საშიში, რომ გაჩნდეს ეგრეთ წოდებული ისის ლეგიონელა, ხო? ვერა და ვერც იქნება, ხო? საერთოდ არაფერი ის იქნება ესეთი სლის, ხო? სლიპინა ეგრეთ წოდებული უკვე წარმოქმნა, ხო? ნადები აი აქ და იმჟელეთ იმით, რომ თქვენი წყალი გაფუჭებული არის. ამ შემთხვევაში ჯერეს ეს არის პოლიპროპილენი ეგრეთ წოდებული ფიშოვის გამოყენება აქტუალური წყალმარაგებაში, შემდეგ ფილტრაცია და შემდეგ რაც მთავარია კიდე დარბილება, დარბილება, ხო, დარბილებული წყალი სიხისტის გარეშე და ამასობაში მიკრონული ფილტრაცია ქსელიდან რაც შემოდის, შემდეგ კიდე მიკრონული კატრიჯიანი, რაც უკვე ავსებს არსებულ აგრეგატს რეზერვუარს და ეგრეთ წოდებული ბოეპასით, ხო, როცა დენი არა გვაქვს ნასოსი არ მუშაობს, ესე იგი წყალი როცა გვაქვს, შეგვიძლია გავხსნათ ის არსებული მანქანა და წყალი გვექნება. ამასობაში რეზერვაცია ნასოსით, ხო, ახაც არაფერი მიცნობა სიხშირული ტუბო, თუ გინდა ეს უწყვეტ რეჟიმში. კი ბატონო, ამ შემთხვევაში უკვე ტევადობაზე კიდევ ერთი ოჯახი არის დამოკიდებული, შეგვიძლია შევარჩიოთ და წყალის გვექნება დენის გარეშე, რატომაც არა, მაგრამ მთავარი აქცენტირება დღევანდელი პოზიციისაა მიიღო წყალი სანიტარული ნორმების დაკმაყოფილების შესაბამისად, დავაკმაყოფილებთ ამასობას, ვინაიდან ყველაფერი დაცული გვაქვს, ტემპერატურის გადატეხა არ ხდება, ვინაიდან დაცული არის, სინათლის სინთეზის შეწევა, ის რომ მოხდეს წყლის ეგრეთ წოდებული უკვე მოლეკულების გადატეხა არ ხორციელდება, ვინაიდან ესეც დაცული არის, ტემპერატურაც დაცული არის. ამიტომ წყალი გვაქვს ჯანსაღი. არა ამ მიმართულებაში კიდე ერთი არის თქვენზე საერთოდ დამოკიდებული, ვინაიდან დარბილებული წყალის შემდეგ პრაქტიკულად საჩვენა, ხო, როცა წყალს ვარბილებთ, გემოიცვლებაო და კი ბატონო, როცა ვართ მიჩვეული აი ზუსტად იმ ხის წყალს, მაგიტომაც ეს რომ მას გეომარა, ის დაშვებული არის. შეგიძლია კიდეს მიირთვათ. ამ შესაბამისობაში ყველა ნორმა დაცული არის, თუნდაც პრინციპში გაჩერებული ვინაიდან კიდევ ერთი ვიძახია, როცა წყალს არ აძლევა იმის საშუალება, რასაც ქვია მოლეკულარო, კი ბატონო, გარდატეხა, ამ შემთხვევაში წყალი არ ლაყდება, არ ბუშდება და სანიტარული ნორმები არის დაცული. შეგიძლიათ თამად გამოიყენოთ არსებული წყალი საკუთარ ფარჩში.